Thumbnail baking. And if it goes to გამარჯობა. მე დღეს მოსთან დაკავშირებით ვწერთ ვიდეოს. კინოსამყაროს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ოსკარების დაჯილდოვება. ახლა ვუჭერთ ჩვენი ოსკარი ბოლორი და წინასწრის შეცდომა გავითვალისწინეთ და 3 თვის მერე აღარ დავდებთ ამ ვიდეოს და დავდებთ ოსკარებამდე. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გვეტყვით ჩვენ პირად ოსკარებს. ოღონდ ეს ყველაფერი ამორჩეული არის ნომინაციების მიხედვით, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი თუ ფილმი და ასე შემდეგ ისე მოგვეწონა, რომლებიც კონკრეტულ ნომინაციაში ნომინირებულები არ არიან და ხო, ამიტომ რა მასალას გვაქვს იმის მიხედვით გეტყვით ჩვენ ოსკარებს და ასევე დავამატებთ იმას, ვინ გგონია რომ გაიმარჯვებს. მსახიობები, რეჟისორები და მთავარი best picture-ი მოვიტოვოთ ბოლოსთვის და დავიწყოთ მასა, ნუ მსახიობი მამაკაცით ხო არ დავიწყოთ ეგრევე. იცი რა ხო რომ ბოლომდე უყუროს ვიდეოს. რასაკვირველია YouTube-ს გადახვევის ფუნქცია არ აქვს თათა და ეს ძალიან კარგია. იცი რა გადახვევა ჯობია პირველ 5 წუთში გათიშოს ალგორითმი. კოსტუმებიც დავიწყოთ თუ გინდა. კოსტიუმები. რომელი ფილმები არის ნომინირებული? ავატარი, ფრანკენშტაინი, ჰამლეტი, მარტი დიდებული, სინერს. მოდი მაშინ ჯერ ვთქვათ ვინ გგონია რომ მოიგებს. მე მგონია რომ მოიგებს ფრანკენშტაინი. მეც ასე მგონია, ჩემი არჩევანი ემთხვევა მოლოდინს. ხო. ამ შემთხვევაში ნამდვილად ამ ნომინაციებიდან ვერ ხვდები მიუხედავად ჩემი დადებითი დამოკიდებულებისა ამ ფილმის მიმართ მარტი დიდებულის, ნუ ავატარზე ლაპარაკი ზედმეტია, მეტია უბრალოდ რა შუაშია, ჩავთვალოთ რომ ამ კატეგორიაში არის 4 ნომინანტი. მარტი დიდებული რა შუაში იყო ვერ მივხვდით, იმიტომ რომ თუ ნახეთ ჩვენი განხილვა ამ ფილმის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუნი რაც ნახეთ, ატმოსფერო არ იყო დიდად პერიოდის შექმნილი და კოსტუმებიც რაღაცა გადავხედავთ ფრანკენშტაინის კოსტუმებს, სინერსის კოსტუმებს, თუნდაც ვიკიდის კოსტუმებს, რომელიც წელს ძალიან დაიჩაგრა და ორი სიტყვით თქვათ რა რატო დაიჩაგრა, მე მგონი იმაზე მეტად რომ სიკველ არის ეგრე ავატარიც გაგრძელებაა ხო თან მესამე ფილმი უკვე. მე მგონი იმან წააგებინა მაგ ფილმს ძალიან რომ ერთდროულად იყო გადაღებული და უბრალოდ ორ ნაწილად გაყვეს და ერთი ერთ წელს გამოვიდა, მეორე მომდევნო წელს, ანუ რაღაც უცნაურად გააკეთეს, იმიტომ რომ არ გაწყვეტილა მე მგონი გადაღება საერთოდ რამდენადაც ვიცი. აი ხო მოკლედ ამ კატეგორიაში ორივე ივირჩევთ ფრანკენშტაინს ორივე შემთხვევაში. აი, გადავიდეთ მაშინ production design-ზე. ერთი წამი ახლავე დაიცამეთ წარმოების დიზაინზე გადავიდეთ. ნომინირებული არიან ფრანკენშტაინი, ჰამლეტი, მარტი დიდებული, One Battle After Another და Sinners. ბრძოლის შემდეგი ბრძოლა, ანუ One Battle-მა შეიძლება აიღოს ეს ჯილდო. მე მგონია რომ Sinners-ი აიღებს აქ. თუმცა მე მივცემდი ფრანკენშტაინი ცალსახად. ისი მე მგონი არის შესაძლებლობა ავტოვინა იყო. ზოგადად იცი რა არის? მგონია რომ გილერმო დელ ტორო არის რეჟისორი, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ასეთ ტექნიკურ ჯგუფებს, როგორიც არის მაკიაჟი, კოსტიუმები, წარმოების დიზაინი და აი ამ მიმართულებებს, იმიტომ რომ აი ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებს ხოლმე და ფრანკენშტაინი ნამდვილად იყო წარმოების დიზაინის წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, თუ ყველა საუკეთესო არა. არა, იცი რა, არ მგონია სინერსი. აბა, ვცვლი, ფრანკენშტაინი მოიგებს ამასაც. ძალიან კარგი იქნება თუ ფრანკენშტაინი მოიგებს. იმიტომ რომ ხა გამახსენდა ხო, რომ ბავთაც ფრანკენშტაინმა აიღო production-ში. და ზოგადად ესეც დავსვინოთ, რომ ასეთი ტექნიკური მიმართულებები, რაც არის ხოლმე ნომინაციებში, ჯერჯერობით ყველაზე შეურყვნელი ნომინაციებად ესენი დარჩნენ, იმიტომ რომ ცოტა უფრო ღირსეულები იმარჯვებენ ხოლმე. ნაკლებად რო შეიძლება მოდავება. ხმა ვთქვათ მაშინ. თქვათ ხმა. ფორმულა 1, ფრანკენშტაინი, ბრძოლის შემდეგ ბრძოლა, სოდვინი და სირათი. აქ მე მგონია რომ მოიგებს სინერსი და ჩემი არჩევანი არ ემთხვევა მოლოდინს.
ვაუ, მართლა? მეც მგონია რომ სინერსი მოიგებს და ეს ერთ-ერთი იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ემთხვევა და სინერს ვეთანხმები. ხო, მე კიდე იცი რა ჩემთვის იცი როგორ გამიხარდება? ძალიან გამიხარდება. ზუსტად ვიცი რომ სინერს მარამც ვერ მოიგოს. განა ის რომ აქ ვინც იყო ნომინირებული, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნომინანტები არიან და სირაც ზუსტად ვიცი რომ არ მოიგებს. კი არა ნომინირებული რო იყო ევროპული ფილმი ამ ტექნიკურში ეგ ძალიან გამიკვირდა ამ ფილმში ცალკე პერსონაჟი იყო აი როგორც მონტაჟი არის მთხრობელი ფილმში ასეთი რაღაც იყო ხმა ამ კინოსურათისთვის სირაჩი პლუს ერთი პერსონაჟი იყო რა კი აბსოლუტურად ძალიან გამიხარდება სერც მან საერთოდ ყველაფერი რაშიც არ ნომინირებული ის რო იყოს ეგეც გამიხარდება ამიტომ აქ სინერს რო გადავხედე რაღაც თითქოს სინერს ძალიან ჩაგრავდი არა და ეგრე არ მეჩაგვრინება ეგ ფილმი და დღემდე მახსოვს რომ ამბავს ყვებოდა მანდ და რაღაც ამკვანი იყო არის ხმა ანუ ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგ ფილმში ამიტომ აქ მართლა ღირსეულად და გაშლილი ხელით ვცემდი სინერს და გამიხარდება აქ რო აიყოს მაგრამ სირათი მართლა ანუ ყველაფერში ძალიან გამიხარდება ორიგინალური მუსიკა იყო საქმე ო იყოს სინერს გონია რომ მიცემენ და ხო მეც მგონია რომ სინერს მიცემენ და ამიტმა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ სინერსის სკორიც ძალიან მაგარია და ფილმში ანუ ხმაში ეგეც გავიყვანე ატმოსფეროს თქმის იდეალურად და მუსიკა როგორი მნიშვნელოვანია მაგ ფილმისთვის კი ვიცით მაგრამ ჰამლეტის სკორი არის უბრალოდ შემთთვის რავი მართლა პერსონაჟი აი ემოცია იმდენი მოაქვს ანუ მაგ ფილმზე რაც ვილაპარაკეთ იყო რომ აი რაღაც მელოდრამაში არ გადაიზარდა და ასე შემდეგ და ეგრე როცა ეგრე არის ხოლმე ხანდახან იმის საშიშროებაც არის რომ ემოცია დაკარგოს საერთოდ და აქ ამ სკორი ყველანაირ ემოციას გაძლევს და იმაზე მუშაობს რომ არ დაიკარგოს ემოცია ამ ფილმიდან ძალიან გამიხარდება მაგრამ მე მგონია რომ ხო სინერს მე მინდა რომ სინერს მოიგოს იმიტომ რომ სინერსის არა მხოლოდ ის კონკრეტული ორიგინალური მუსიკა არის ნომინირებული იყო ზოგადად მაგ ფილმის პლეილისტი არის ანუ ჩვეულებრივ თუ თავდა უსმენ ხოლმე ძალიან მაგარი და პლუს ერთი რაღაც მინდა მე მეგონა რომ ამ ფილმში ანუ უმეტესად ჩართულები იყვნენ უფრო შავკანიანი ადამიანები და მათ შორის მეგონა რომ მუსიკა იყო აუცილებლად შავკანიანის დაწერილი მეგონა რომ სხვას ძალიან გაუჭირდებოდა იმ ყველაფრის გაგება თუ დაჭერა განაშეუძლებელია უბრალოდ უფრო რთული იქნებოდა და მე რო ნახე ვინც არის ძალიან მეთქი საყუძმო საოპერატო ნამუშევარი თქვას კაი საოპერატო ნამუშევარი ჯერ ნომინანტები ფრანკენშტაინი მარტი დიდებული One Battle Sinners და Train Dreams ეს არის One Battle და Sinners შორის აუცილებლად და მგონია რომ One Battle აიღებს ამას ესე მგონია მე მგონია რომ Sinners-ი აიღებს იმიტომ რომ ისტორია დაიწეროს იმიტომ რომ ქალი არის და მგონი ფილიპინებიდან არის ანუ რაღაცას ხო და მგონია რომ როგორც რაღაც ისტორიის დაწერის თვალსაზრისით თუმცა არც One Battle და არც Sinners ანუ შენ ხომ მაგას ვარაუდობ არ ვეთანხმები არც ერთ ხოლმე სხვა კი ჩემი არჩევანი აქ არის Train Dreams ორი პასუხი მაქვს და ორივე ანუ აქ ხომ თავარი ის არის win-win და win გაგვიხარდება ხო და ორივე გამიხარდება Sinners-იც გამიხარდება მე აქ იმიტომ რომ One Battle-ის კი კამერის მოძრაობა რაღაცები ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგრამ როგორც ესე საოპერატორო ნამუშევარი რაღაც ყველაზე ფილმშიც კი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის Sinners-ის კინემატოგრაფია ძალიან ის სცენა არ მოვიწყდება ცეკვის მათ კოსტუმებში ძალიან მაგარია მუსიკა კამერა მაგრამ მუშაობს ხო მაგ სცენის ისაც ანუ ესთეტიურადაც ძალიან ლამაზი კადრებია მაგრამ პირველ ადგილზე ჩემს მაინც Train Dreams მატარებლის ოცნებები სასწაული არის და პლუს ამას არ ვიცი თუ არ გქონთ ეს ფილმი ნანახი და გადაწყვეტს რომ ნახოთ ეს ფაქტი ძალიან გამოგადგევათ ფილმის 98% არის გადაღებული ბუნებრივ განათებაზე 98% არის გადაღებული ბუნებრივ განათებაზე ზიშუქი მთვარის შუქი ცეცხლის სანთელი ერთადერთი ეპიზოდი იყო სადაც ხელოვნური განათება გამოიყენეს ეს იყო ხანძრის ეპიზოდი და ნუ გასაგებია ეს დღეს ვერ გადაწყვეტე არანაირი ის არ ჭირდება რაღაცა დიდი ცოდნა იმას რამდენად რთულია და რამდენად დიდი ოსტატობა ჭირდება ოპერატორს იმისთვის რომ ისეთი შედეგი რაც ამ ფილმში დაიდო საოპერატორო თვალსაზრისით ბუნებრივი განათებით მიიღო აი
ჯერ მარტო მაგის გამო იმსახურებს, მაგრამ ნუ ის რეის რაც არის ამ ორ ფილმს შორის, ბრძოლის შემდეგ ბრძოლა და ცოდუნი, ეგეც მესმის, მაგრამ აი ცოდუნიც ეხლა როგორც თქვი, მაგიტომ მგონია რომ უფრო ისტორიის დაწერის გამო აიღებს. პრინციპში ანუ უსამართლო არც ეგ არ იქნება თქო, მაგრამ ეს ძალიან სიგიჟე იყო მატარებელი. ძალიან გამიხარდა რომ საუკეთესო კინოსურათშიც არის ეს ფილმი ნომინირებული, იმიტომ რომ კიდე მეტ ნომინაციას იმსახურებდა. მონტაჟი, ფორმულა 1, მარტი დიდებული, ბრძოლის შემდეგ ბრძოლა, სენტიმენტალური ღირებულება, სინერსი. ხო, აი ეს მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნომინაცია არის, მიუხედავად იმისა, რომ მონტაჟი, მაგრამ აქედან რაც გვაქვს, მგონია რომ მოიგებს სინერსი, მინდა რომ მოიგოს One Battle. იმას შენთან აღარ გავაგზავნებ. ბოლო 30 წუთი ჯერ ბოლო ის დევნის ეპიზოდი არის მარტო რავი რაღაცა ზაგზაგებ და ოფლი მოგდის. მარტო მაგას ვერ შეხვდა. ისეც პეისინგი, ტემპი არის ძალიან მაგარი კი. ანუ სინერსაც კაი ტემპი აქვს, მაგრამ ანუ ამის ტემპი კიდე თან დროში ეს უფრო დიდია და უფრო მოკლე ჩანს საერთოდ გრძნობა რომ ისე დიდი ფილმები პლუს ინესე რო ვისაუბრეთ იქ მონტაჟის ფაქტობრივად მონტაჟის შესაძლოა მონტაჟის ნაკლი უფრო იყო ეს რაღაცების ისე ცვლილება და თუმცა სცენარიც მაგრამ ხო რეჟისორიც მაგრამ მონტაჟი ხო კი თან ანუ აი ასეთ იმებში სადაც აი One Battle და Sinners არის ერთმანეთის წინააღმდეგ კინოსურათში ძალიან ისეთია ხო რომ აი ნების ორივე შეიძლება ანუ მართლა თან სხვებთან შედარებით ძალიან წინარიან შანსებით რა. ხო, ხო. მოგების და აი ერთმანეთს რო შევადაროთ, ბევრ კატეგორიაში ისეა, რომ აი ვერც ვამბობ რომელმა შეიძლება იმიტომ რომ ერთი არის ესეთი კატეგორია, სადაც არანაირი არჩევნის სირთულე არ იყო და ეხლა საოპერატოროც რო ვთქვი, პირადი არჩევანა საერთოდ არ იყო რთული ეგრევე ტრენდინგ. მაგრამ აი იქ რომელი გაიმარჯვებს ეგ უკვე მან უკვე რთული იყო რა. ხო, კასტინგზე გადავიდეთ და რაღაც ხიდივით გავაკეთოთ იმ რაღაც. კასტინგი, რომელიც ხო ისტორიაში პირველად ისტორიულად მნიშვნელოვანი კატეგორია. ჰამლეტი, მარტი დიდებული, ბრძოლის შემდეგ ბრძოლა, საიდუმლო აგენტი და ცოდვილი. მე მგონია რომ სინერსი მოიგებს და არ ვეთანხმები. ჯერ შენ მგონია? მეც აი ვერ ბრძოლის შემდეგ ბრძოლა თუ სინერსი და რაღაც სინერსი ალბათ. აქ გონია რომ სინერსი მოიგებს და მარტის დიდებულს და ჰამლეტს მირჩევნია ამ კატეგორიაში რომ სინერსმა მოიგოს, იმიტომ რომ იქ როგორც კასტი კი, ანუ მემაზე უნდა იყოს ეს კატეგორია, ანუ მე მგონი საერთო ხო და მარტი დიდებული არის ტიმოთის ფილმი, ეს საერთოდ ხო ნუ რა და ნუ ჰამლეტი კიდე ხო ბავშვები ძალიან კარგად იყვნენ ის ხო მაგრამ აი ეს სამი ფილმი მართლა გამახსოვრდება იმით, რომ ყველა პერფორმანსი თითქმის თანაბარი დონის არის და ანუ ეგ თითქოს გუნდური მუშაობა ეტყობა ამ ფილმებს. ჩემი არჩევანი იქნებოდა მაინც Secret Agent. ან აქაც გავიყავი, ანუ One Battle, ორივე ძალიან გამიხარდება. Secret Agent-ში ვახსენეთ ეს რომ კასტის რა მაგრა არის შერჩეული ამას საკმაოდ დიდხანს ველაპარაკეთ და One Battle-შიც ძალიან იდეალურად შერჩეული ტიპაჟები არიან, ძალიან კაი კასტია და ვიცი როგორ ხა მაგ ერთი გადაწყვეტილ რომ ის თქმას მინდა, მაგრამ ვიცი რომ ხმამაღლა რომ ვიტყვი მე გული დამწყდება მეორეს რატო არ ამბობ თქო, მაგრამ საიდუმლო აგენტი ავირჩიე რის გამო. კასტინგი ბევრად უფრო დიდია და თან საინტერესო და ცოტა რთული რამხრე ვიყო რომ ამ ფილმში აშკარად რო უყურებ, ეგრევე ხვდები რომ ბევრი ადამიანი არის აი ქუჩიდან მოყვანილი ტიპი, არ არის მსახიობი. ვიღაც რენდომ ხალხი, შემთხვევითი ხალხი არის დასაქმებული, ეპიზოდურ როლებზე მაქვს საუბარი და ასე შემდეგ, რასაკვირველი, მაგრამ ზუსტად ის კასტინგმა რაც უნდა აკეთოს, რომ ტიპაჟი იპოვოს სწორად, აი ძალიან და რა პრინციპში ეს ფილმი რო განვიხილოთ იმდენი ვაკეთ და იმდენი კი კასტინგზე მართლა ანუ ამდენი კასტინგზე მე მგონი მარტო One Battle-ში უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ ეს არა აიღებს და აქაც მაშინ მე პირადად მირჩევნია რომ One Battle-მა აიღოს, მაგრამ მგონია რომ სინერსი აიღოს. და აქ აუცილებლად ნომინირებული უნდა იყოს სირათი. სირათზე მინდოდა მე თქვა რომ რაღაც ახსენე ზოგადად სირათი უფრო მეტ ნომინაციას იმსახურებდა ზოგადად. მაგრამ თან ისიც მესმის რომ ამერიკული კინოაკადემია და არ წყალობენ დიდად სხვა წარმოების ფილმებს. იშვიათად არის ხოლმე ისეთი შოკის მომენტი, როგორც მაგალითად პარაზიტის შემთხვევაში იყო, ხო, რომ სირათი ბევრგან უნდა ყოფილიყო ნომინირებული.
და ერთ-ერთი კი ბატონო აბსოლუტურად გეთანხმები, იმიტომ რომ აქვე დავზენ რომ ის მსახიობები, ის კაცი მსახიობია, მაგრამ დანარჩენები არავინ მსახიობი არ არის. მათი ერთადერთი პროექტია. კი, ანუ IMDb-შიც რო შეხვიდეთ, ანუ სურათიც არ დევს მათ პროფილზე. კარგი, გადავიდეთ შემდეგ კატეგორიაზე. მოდი სუპორტინგები ვთქვათ, ვთქვათ სუპორტინგები. მსახიობი ქალბატონი მეორე ხარისხოვან როლში. ნომინირებულები არიან ელ ფენინგი, ინგა იპსდოტერ ლილიასი, ემი მედგანი, ვუნმი მოსაკუ, ტეიანა ტეილორი. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნომინაცია იყო. მგონია რომ ძალიან ერთნაირი ელ ფენინგზე ვისაუბრეთ და ელ ფენინგი კი არ ნებისმიერი ვინც უნდა ყოფილიყო ელ ფენინგის ნაცვლად მსახიობი. თვითონ პერსონაჟი არ იმსახურებდა ნომინაციას, თორე ამ გოგოს ცუდად არაფერი გაუკეთებია. მე მგონია რომ მოიგებს ტეიანა ტეილორი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფსონებით თითქოს ემი მედგანი გადაასწრებს, ოღონდ ძალიან 50-ზე მეტი ქონდა. სხვა შორის ხო გადაასწრო, იმიტომ რომ ტეიანა ტეილორი იყო უწინაური ლიდერი მანდ. მაგრამ მე მაინც მგონია რომ ტეიანა ტეილორი მოიგებს. სხვა შორის ყველაზე ცოტა screen time-ი წესით მაგას აქვს, ამათ შორის როგორც მახსოვს 12 წუთი აქვს მარტო. მეც მგონია რომ ტეიანა ტეილორი მოიგებს და ჩემთვის არის ეს კატეგორია, ანუ ამ კატეგორიაში ჩემთვის არის ძალიან აშკარა გამარჯვებული, რომელმაც მინდა რომ მოიგოს და ეს არის ინგა იპსდოტერ ლილიასი. სენტიმენტალური ღირებულებიდან ამ ფილმზე რო ვილაპარაკეთ, სულ ამ ადამიანის ქებადიდებაში ვიყავით, იმიტომ რომ კიქს სტელან სკარსგარდი ფანტასტიკურია, ყველანი კარგები არიან ამ შემდეგ, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელ პერსონაჟს ქმნის და ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენს არის ეკრანზე, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რა მოკლედ ამ ფილმში და ეგეც აი მოულოდნელი იქნება, მაგრამ სასიამოვნოდ მოულოდნელი ინგა მოიგოს ოსკარი. ხო და აი მე ტეიანას ვიწერე ამ შემთხვევაში ხარ. ანუ ტეიანამ გინდა რომ მოიგოს. ხო, მგონია რომ მოიგებს და ცოტა დრო ეთმობა ამ პერსონაჟთან, ან დასაწყისე ხო შეიძლება ცოტა დრო ქონდეს, მაგრამ ფილმის განმავლობაში იყოს გადანაწილებული და უფრო მასე კიდევ უფრო მარტივად გამახსოვრდება რაღაც ყოველ 5 წუთში ერთხელ ჩანს. ეს არის ფილმის თავიდანვე ქრება და მანდ მესმის რომ ასაკვირველია სცენარის და მონტაჟის და ასე შემდეგ მსგავსი ტექნიკური ჩანართების საშუალებითაც არის რომ ეს პერსონაჟი გახსოვს, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა თვითონ. კი, მეორე ადგილზე ჩემთვისაც ეგ არის, ამიტომ ნამდვილად თუმცა აი როგორც თქვი, ეს იქნება სასიამოვნო გაუცემა ინგამ რომ მოიგოს. კაცუნებზე მეორე ხარისხოვან როლში ნომინირებულები არიან ბენისიო დელ ტორო, ჯეიკობ ელორდი, დელროი ლინდო, ტომ პენი და სტელან სკარსგარდი. მოდი ჯეიკობ ელორდზე ვთქვათ, ეხლა რას ვთქვით? სულ მოვიწყდება რომ ჯეიკობ ელორდი არის ნომინირებული რაღაც ვირაღვი იქნება, იმიტომ კი არა რომ სულდად შეასრულა, მართლა ძალიან კაი პერფორმანსი დადო და გახარებული დავრჩი ფილმის ყურების შემდეგ მის პერფორმანსს, მაგრამ ანუ არ მაღიზიანებს არაფერი, არც მგონია რომ ცუდი მსახიობია, უბრალოდ არაოსკაროსანი მსახიობი, ანუ ოსკარებთან რომ ანუ კაი ზენდეია არ არის ნომინირებული არასდროს ოსკარებზე და ანუ აი ხა ეს ეიფორია და რა მეგეთი როლი რო ყოფილიყო ნომინირებული. ხო და არა. ჯეიკობ ელორდზე კიდე მაგის ხამია რომ აი ბრაუ, გილერმო დელ ტოროსაც გიждები ასეთ რეჟისორებზე რომ მართლა ეგეთი ტიპაჟია, აი ყველაფერს თავი დავანებოთ, ქარიშხანა უღელტეხელი ხო გუშინ გამოვიდა 15 წუთის წინ გამოვიდა ხო? აი ეგეთი ტიპაჟია, ჰიტ-კლიპისნაირი ტიპაჟი არ არის გულისხმობ ეგეთ მელოდრამატულ ეროტიკული რაღა, ხო ეგეთი, იმიტომ რომ სიმპათიური მაღალი ბიჭი რო უყურებ უნდა გესიამოვნოს და აი გიждები ეგეთ რეჟისორებს რომ ასეთ რაღაცებში რო შეუძლიათ დანახვა და წამოყვანა მსახიობის. ერთია შენ აღიქვა და გქონდეს მუღამი რომ რაღაც მისთვის უჩვეულო არატიპაჟური რამე გააკეთებინო. მეორეა იმის უნარი გქონდეს რომ წამოიყვანო და მართლა გააკეთებინო. ამიტომ მინდოდა რომ მეხსენებინ, ანუ ეს ბიჭი ძალიან ღირსეულად არის ნომინირებული. თუმცა არ გონია რომ გაიმარჯვებს და მეც სხვა მყავარჯვებული. მე მგონია რომ შონ პენი თავის მესამე ოსკარს აიღებს და ვეთანხმები. აი ძალიან რთულია რომ არ დაეთანხმები, იმიტომ რომ ხა გისმენ და სიმოფ არ გავიკრიჭო, მაგრამ არ შევილია, იმიტომ რომ მაგრამ აი ის ბენისიო ხო აი ანუ ამასაც 12 წუთია ცოტა დრო ქონდა ბენისიოს წლის ნომინაციებიდან ხა გამახსოვს. კი, ბენისიოს და იმას ქონდა და აი წამებში იყო, მე მგონი აცდენა და ბენისიოს ქონდა უფრო ცოტა და ემი მედგანს
ცოტა მეტი ქონდა. განხილვასაც რო თქვით, შეუძლებელია რომ ეს პერსონაჟი ნახოთ. ძალიან დაუვიწყარი პერსონაჟია, მაგრამ შონ პენი უბრალოდ ეს კაცი არ არის მოკლედ შევთანხმდეთ რომ შონ პენი არ არის ნორმალური. ეს კაცი არის უცხო პლანეტელი. აიღებს ეს კაცი ოსკარს და უნდა აი უბრალოდ არ ვიცი. აი იცი როგორც ამინა ოსკარს რო აიღებს ჩავეხუტო. აი ძალიან მე მგონი რაღაცაზე აკენსებებენ ამას როლს. ვერ გავიგე რას ანუ არ მომიძებნია ესე ამის ერჩავს რა გააკეთან შონ პენი. არა თავისებური არის აშკარად თან ანუ აი სულ სიგარეტს რო ეწევა. ეგ რა მაგარი. მაგაზე ღიზიანდებიან ძალიან და ანუ აბა საერთაშორისო ნომინაციები. უცხოენოვან ფილმში ნომინირებულები არიან. საიდუმლო აგენტი ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო, სენტიმენტალური ღირებულება, სირათი, ჰიდრაჯაბის ხმა. ამ ფილმზე საუბრის საშუალება და სრულდება მე მგონია კიდე ჰიდრაჯაბის ხმა რო თქვა. რაღაც მომენტები ძალიან საინტერესო იყო ტექნიკურად გადაწყვეტილი. განსაკუთრებით ის ეპიზოდი ტელეფონით რო უღებს და რეალური ვიდეო რო ჩანს და პარალელურად რო გადაღებები. ხო, საინტერესო იყო. აი ეგეთი გადაწყვეტილება კი ბატონო, მაგრამ აქ მე ორი რამის გამგონია რომ იყო ნომინირებული. პირველი ის რომ პროდიუსერები იყვნენ ჯონი დეპი, რუნი მარა, უაკინ ფენიქსი, სპაიკ ლი, ანუ ნახევარი ჰოლივუდი პროდიუსერი იყო და მეორე ნუ ერთგვარი პოლიტიკური განცხადებაც არის, რაც სხვა შორის გამიკვირდა. და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ანუ ძალიან კარგ თემაზეა და მე არ ველოდი რომ ჰოლივუდი ჰიდრაჯაბს ხმას მისცემდა ნამდვილად. ხო, ანუ ასეთ ხმას ძალიან გამიკვირდა მეთქი. მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაც წავიკითხე, საინტერესო და სამწუხარო მსახიობები ვერ მიდიან დაჯილდოებაზე, იმიტომ რომ პალესტინური პასპორტები აქვთ და ვერ შედიან ამერიკაში. და ეს უბრალოდ სასიხარულო არის, ყველას გვიხარია. რაც ანუ ხო ძალიან ირონიულია და ძალიან გამიკვირდა რომ ჰოლივუდმა ესე ღიად პალესტინას ხმის ამოღების საშუალება მისცა და ძალიან ხო ანუ თვითონ როგორც ფილმი გასაგებია ხო ანუ ხო რაც შეეხება საუკეთესო უცხოენოვან ფილმს. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმიდან კიდევ ორი ფილმი არის ნომინირებული წლის საუკეთესო ფილმებში. ეს არის საიდუმლო აგენტი და სენტიმენტალური ღირებულება. ორივე მათგანს ჩავანაცვლებდი, ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო და სირათით. ამას ვიტყვი პირველ რიგში. და აქვე დავსვენოთ, რომ ეს შემთხვევითობა იყო და სირათი აუცილებლად განვიხილავთ ოსკარების მერე ორივე ფილმის განხილვა დაიდება უეჭველი. რაც შეეხება ვინ გაიმარჯვებს, მგონია რომ იქნება სენტიმენტალური ღირებულება, მაგრამ მე სხვა ფილმმა მინდა რომ გაიმარჯვოს. მე მგონია რომ გაიმარჯვებს საიდუმლო აგენტი. ვაუ! ხო, აქ გონი საიდუმლო აგენტი. ანუ შეჩერდი ერთზე, ვინც გინდა რომ გაიმარჯვოს, იმიტომ რომ მე ერთზე ვერ შევჩერდი. არა, ვიცი რომ რთულია და მესმის, მე მინდა რომ გაიმარჯვოს, ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო, იმიტომ რომ ეს ფილმი თბილისის კინოფესტივალზე დაიხურა ამ ფილმით და ჩვენ ვიდეო თუ გახსნა ნახე, ანუ მორჩა ფილმი და იძულებული ვიყავი რომ ეგრევე გამოსულიყავი, იმიტომ რომ ხო, აი რას თქვი, ეს შეფასება ისევ ამაზე რომ აი ასეთი უნდა იყოს ფილმი. აი იმაზე კი არ მაქვს საუბარი სცენარზე და რაღაც აი კინოსურათი რაღაც კინო ხელოვნების ნიმუში არ ვიცი ძალიან პლასტიკური არ მინდა ვიყო. და რაც შეეხება სირათს, კარგი რეჟისორის პერსპექტიულობის წინვალე მაგალითი. ცოტა შეიძლება ისე ჟღერს რაღაც გადაპრანჭულად, მაგრამ აი თუ გაქვთ ნანახი ფილმი, თუ არა გაქვთ და თუ ნახავთ, მიხვდებით რომ მართ აი ასეა. ამ ფილმით ძალიან მაგრა ჩანს, რა მაგარი რეჟისორი ეყოლება ევროპას როგორც მინიმუმ, ხა იმედია ჰოლივუდი არ იცდება გაფუჭებას, როგორც ზოგიერთი გააფუჭა. ხო, რეჟისორებს მაინც ნუ სახეობებს უფრო ფუჭებენ ხოლმე როგორც წესი. რეჟისორებსაც ხო რაღაც. აი რა ის არის ყო Fast Lives რო გადაიღო, ხო მატერიალისტი მაგან არ გადაიღო? ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო ან სირათმა ამ ნებისმიერმა რო გაიმარჯვოს ამ ორიდან, რავი, აი ჩემი თავარი ბედნიერება იქნება ამ ცერემონიის ეს და თავარი სურპრიზი და რავი, ანუ ამ ოსკარებს ირწმუნებ. ხო, არა. ეს ორი ფილმი უბრალოდ წლის საუკეთესო ფილმებში არის ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ მგონია რომ არც თუ ისე ძლიერი წელი იყო ფილმების მხრივ თვითონ ზოგადად, ანუ კი ყველა ფილმში დავინახეთ რაღაც კარგი და ზოგში დადებითი უფრო მეტი დავინახეთ, ვიდრე უარყოფითი, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი
წლებიც ყოფილა ბოლო წლებს გულისხმობ ხა თორე ადრე რო ყოფილა ვიცით. მოდი რა, იცი რა. მე სიროც ვიტყვი. იმიტომ რომ აი ორივე, მაგრამ ხო, შენ ის თქვი ამას ვიტყვი. კი. მოდი სცენარები ხო არის საუბარი? სცენარი. სცენარებზე, ანუ ესე გვასწავლეს და ეს ვეთანხმები, რომ სცენარი რა თქმა უნდა შეაფასო დაწერილი სცენარი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ოსკარის არც ერთი ჯურის წევრი არ ვიცი რა ქვიათ. არც ერთი არ კითხულობს და მეორე ვარიანტი როგორც შეგიძლია რომ სცენარი შეაფასო, რა თქმა უნდა არ არის ეს იდეალური ვარიანტი, არის რომ უბრალოდ შეაფასო ფილმის დრამატურგია, დიალოგები, ტემპი მონტაჟს ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ სიუჟეტის განვითარების ტემპი, პერსონაჟების სიღრმეობა და სამგანზომილებიანობა და ასე შემდეგ. შეგვიძლია რომ ორივე სცენარი მაგის მიხედვით შევაფასოთ, იმიტომ რომ მაგ მხრივ ანუ არც ერთი არ გვაქვს ეკითხული, არც ორიგინალები, არც ადაპტირებულები და უბრალოდ შევაფასოთ ორივე კატეგორიაში. ხო, მაშინ ვთქვათ რომ ხო დრამატურგია, ხო. ეს იქნება ზედაპირული შეფასება. რასაკვირველია ოსკარები თulis რომ ფილმები საერთოდ არ უნდა ნახო და შეგიძლია ისე მიცე ოსკარი. ხო ის უკანასკნელი წესი რაც შემოიღეს, რაც ძალიან კარგი წესია, ხალხო ეს არის ძალიან კარგი წესი. ორიგინალ სცენარში ნომინირებულები არიან ლურჯი მთვარე, ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო, მარტი დიდებული, სენტიმენტალური ღირებულება და ცოდვილი. მგონია რომ გაიმარჯვებს ცოდვილი, თუმცა მე მაქვს რადიკალურად განსხვავებული სურვილი. ეს მგონია რომ გაიმარჯვებს ცოდვილი და მე მგონია რომ ჩვენი სურვილი ერთმანეთს ემთხვევა. ეს შემთხვევითობა არ არის. რა შეეხება ადაპტირებულებს, ნომინირებულები არიან ბუგონია, ფრანკენშტაინი, ჰამლეტი, One Battle, მაწყებლის ოცნებები. მე მგონია რომ აიღებს One Battle. შენ მგონია ჯერ თქვი და მე არ ვეთანხმები ჯერ. One Battle მგონია რომ აიღებს და აქ მე აქ ჰამლეტს მივცემდი. ჩემი ორი არჩევანი არის One Battle და ფრანკენშტაინი. იმიტომ არის თავისუფალი ადაპტაციები, გადათავისუფლებული, One Battle-ზე აქვს კიდეც და უბრალოდ კიდე იმიტომ მომწონს ეგეთი თავისუფალი, რო აქ რო კარგად მოარგო თანამედროვე დროს და ეს თანამედროვე პრობლემები და საკითხები ძალიან კარგად არის. ჩემთვის აი მეორე ადგილზე ეგ არის ჰამლეტის. მერე ეგ ანუ One Battle-ი რო აიღებს, უოჭველი აიღებს და გამიხარდება არ მეწნება, მაგრამ ჰამლეტი ძალიან გამიხარდება. ფრანკენშტაინზეც მაშინ ვიტყვი იმას, რომ ნუ გილერმო დელ ტორო არა, აი ადაპტაციებში არის გიჟივით. აი ფრანკენშტაინის მონსტრი ეგეთი ადაპტირება, მაგრამ არა, One Battle-ს ვიტყვი, იმიტომ რომ ეხა გამახსენდა დოქტორ ფრანკენშტაინის ის ამომეწონა. როგორ კი, მან ბევრი რაღაც არ მომეწონა სხვათ შორის. დოქტორ ფრანკენშტაინი როგორ შემოდის კი არა და იკარგება თან. გასაგები რომ თავისუფალი ადაპტაცია და რაღაც, მაგრამ გადავაკეთებ. მე მგონია რომ მოიგებს One Battle და მინდა რომ მოიგოს One Battle. ხო, მგონია რომ ფრანკენშტაინში ის რაღაცები რაც თავისუფლად გადააკეთა, აი ბექსტორი, ოჯახის ისტორია რაღაცები ეგენი ძალიან ხადასაწყისი გამახსენდა და თუმცა ეგ მომენტები ეს კოსტუმების ხრივ ძალიან მაგარი იყო, მანდ იყო კოსტუმები სასწაული. და პროდაქშენს. ის არ მომეწონა, ეხა გამახსენდა. კაც მიღმახმა. ეგეც ხო. ნახევარი ფილმი რო იყო მოყოლილი ვერბალურად ეგ ანუ რაღაცა თან აი იცი რა ეგრე იყო Train Dreams-იც, ოღონდ სხვანაირი იყო ეს უფრო რაღაც მოთხრობასავით Wes Anderson-ის ეულად იყო საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ნომინირებულები არიან Chloe Zhao, Josh საფადი, Thomas Anderson-ი, Joachim Trier-ი და Ryan Coogler-ი. მე მგონია რომ PTA გაიმარჯვოს და მინდა რომ გაიმარჯვოს. მაგრამ არ მეწყინებოდა Chloe Zhao-ს გაიმარჯვა. კი, მაგრამ Paul Thomas-ი და აუ ის ეგ ძალიან აი ეგ ნუ ძალიან შოკი. გარდა იმისა რომ Paul Thomas Anderson-მა ყველა მოიგო, ხო, ყველაზე პოლმა მოიგო არა? კი. ძალიან სიგიჟე იქნება Chloe Zhao-მ რომ მოიგოს და ორჯერ იყო ნომინირებული, ერთხელ მოიგო ნომინაციაში და ახლაც რომ მოიგოს, ეგ იქნება წლის შოკი, მაგრამ ნუ რასაკვირველია მსგავსი შოკი არ იქნება და Paul Thomas-ი რეჟისორაში Paul Thomas PTA-ის ხო არ აქვს?
არა ხოდა უნდა აიღოს აბა აუ კი აბა რა უნდა ეს რა გამახსენე არა ისე ცოტა იცი როგორი ამბავია ამ ფილმზე ბევრად ძლიერი ფილმები ხო აქვს და ამაში რო აიღოს მაგას იმას ტრაგედიებზე მეშოდა ეხლა მე ვიტყვი რაღაცას იმიტომ რომ ამის თქმის საშუალება ალბათ სხვაგან არ მექნება აბა ისე პოლ ტომას andersons მიუძღვე თუ მოიგო პოლ ტომას andersonმა ოსკარი ერთი ჩაწერა მიუძღოთ პოლ ტომას andersons და იმას ვიტყვი რომ პოლ ტომას andersonis ჩემი ან სუბიექტურად ჩემი საყვარელი ფილმი არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი მისი და რომელი ფილმია პოლ ტომას andersonis ვიდეოში ვიტყვი იმიტომ რომ ის აუცილებლად მოიგებს კი სახიობი ქალბატონი მთავარ როლში ჯესი ბაკლი, როუზ ბირნი, კეით ჰადსონი, რენა ტრეინზვი, ემა სტოუნი. ჩემთვის მაგალითად მოლოდინი მაქვს ჯესი ბაკლის და რო თქვა რომ ხა ძალიან განსხვავებული აზრი მაქვს თქო. ასევე ჯეს ბაკლი ამას აუცილებლად მოიგებს, როგორც პოლ ტომას andersoni მოიგებს რეჟისორს. არაფერი არ წაუღია ამ სეზონზე. ანუ ყველაფერი ამან წაიღო სახში. ხონდ თქვათ რომ ყველაფერი დამსახურებულად და ოსკარს იმსახურებს. თავისთავად იმსახურებს. ბაკლი რომ არა, ანუ მეორე ვარიანტი ჩემთვის იქნებოდა როზ ბარნი. თავიდან რო თქვი რომ ძალიან მარტივი ნომინაცია, აი ჩემთვის ეს ყველაზე მარტივი ნომინაცია, აი მარტივი, იმიტომ რომ ყველასთვისაც. ხო, ყველასთვის მე მგონი, იმიტომ რომ იმხელა დისბალანსი არის აქ ჯესი ბაკლი, ცალკე და ყველანი ერთად. აქეთ მაინც აი ესე რომ ჯესი რო ძალიან აწვევა. კი, ძალიან მაგარი იყო. აკი გადავიდეთ მსახიობ მამაკაცზე მთავარ როლში. აბა ხავს მიწაგართებს გენდაცვალ შემიძლია. ნომინირებულნი არიან ტიმოთი შალამე, ლეონარდო დიკაპრიო, ეთან ჰოკი, მაიკლ ბი ჯორდანი და ვაგნერ მოურა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულია ჩემთვის, იმიტომ რომ იმ ბალეტი ოპერა მაგის გამო არა მან ჩახურული იყო უკვე ეგ ვერაფერს დააკლავს ტიმოთის, მაგრამ აი ბავთა არა უღია ტიმოთის, ბი ჯორდანი არავის არა უღია აქედან სულ სხვა ფილმის სახიობმა აიღო ბავთა. იცი რა მე მაინც ტიმოთის ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა მიხარხნის და მგონია რომ მაიკლ ბი ჯორდანმა შეიძლება აიღოს და დაიღოს. ძალიან მგონია რომ ტიმოთი აიღებს, აი ძალიან მგონია. ფილმი როგორ შევაფასო, ეს აი მარტის სუპრემი რა არის ტიმოთის ოსკარისთვის გადაღებული ფილმი, ხო? მთელი ფილმი არის შექმნილი იმისთვის, რომ ამ ადამიანმა ოდესმე მოიგოს ოსკარი. ძალიან ძლიერად მწამს, რომ ტიმოთი აიღებს ოსკარს. და მე ვეთანხმებ. შენ უჭერ მხარს ტიმოთის, ჩემი აზრი არის განსხვავებული. მგონია რომ მოიგებს ტიმოთი სუბიექტურად ვარ მაიკლ ბი ჯორდანისკენ, იმიტომ რომ ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო დავალება ჰქონდა მაიკლ ბი ჯორდანს. ახლა აქ ვინც არის ჩამოთვლილი, ცუდად თუ არავინ შეასრულა და ყველა მომაღლესი დონის პერფორმანსი და ეთან ჰოკიც ძალიან მაგარი. ხა ისეთი ხალხია აქ, რომ გამოცდილებას არ აკლიას და ნუ ასე შემდეგ არ დავიწყებ ახლა ამათაც თავისქება დიდებას, მაგრამ დავალების მიხედვით გონია მაიკლ ბი ჯორდანს უფრო საინტერესო და ტიმოთიზე კი არ ყველაზე საინტერესო დავალება ჰქონდა. მით უმეტეს რომ განხილვის დროს, როცა ეს ფილმი განვიხილეთ, საკუთარ თავთან ქონდა ქიმიაო და აი ეგ ძალიან მაგარი რაღაც არის. გონია რომ ტიმოთი შალამის ეს ოსკარი იქნება ზუსტად ისეთი ოსკარი, როგორიც აქ ლეონარდო დიკაპრიოს. ეს ძალიან სასცილოა, იმიტომ რომ 30 წლის არის ეს სჭირდა ის რამდენი წლის იყო, რომ ეგ ოსკარი მისცეს და ანუ ეგეც იმაზე ლაპარაკობს, რომ კი ლეოსაც რა თქმა უნდა რამდენი ფილმი ჰქონდა, მაგრამ აი ისეთი ფილმოგრაფია დაუგროვდა 30 წლის ასაკში უკვე და არ ტიმოთის ამბობ და იმდენი ისეთი თვისებები გამოავლინა, როგორც სამსახიობო, ისე ეკრანს გარეთ ეს თავისი დიდებულებისკენ სწრაფად და შემდეგ, რომ აი უკვე თითქოს ყველას გონია, რომ დაგვიანებულია ამის ოსკარი და ეგ ცალკე მიღწევა კიდე 30 წლის ასაკში, რომ შენზე ამბობენ, რომ აი დაგვიანებულია ოსკარი, იმიტომ რომ აქამდე იმსახურებიან. მაგრამ ერთს ვიტყვი მეც, რომ და ეს მეგონი თვითონ ფილმის განხილვისას არ მიხსენები, არ მახსოვს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს არის ტიმოთი შალამეს საუკეთესო შესრულება შემდეგ. არანაირად არ ვთანხმები ამას. თუნდაც Complete Unknown-ში ბევრად უფრო ძლიერი როლი დადო ჩემთვის. ლეონარდოს ოსკარს ემგონია ვთქვი, მაგიტო ვთქვი. ლეონარდო დიკაპრიოს იმ ფილმში რო არ აიღო ოსკარი, არასდროს არავის არ გაეხსენდებოდა საერთოდ მაგ ფილმის არსებობა ის, რომ ლეონარდო დიკაპრიოს მაგ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ერთადერთი აი მარტო მაგით გაიხსენებ მაგ ფილმს. განა იმიტომ რომ ცუდი ფილმია და არ უარგა და საშინელება. უბრალოდ ტიპს ისეთ ფილმები აქვს და ისეთ პერფორმანსები აქვს დადებული, კაი რა იქ ფილმი რა. იგივე არის ტიმოთისთანაც. ეს აქ რო აიღებს ოსკარს,
ამით დარჩება, რომ ფილმი, რომლითაც აიღო ოსკარი. იმიტომ რომ სხვა პერფორმანსები ისეთი აქვს და ისეთი ექნება, როგორც ლეონარდოს იმ ფილმის მერეც ჰქონდა და ექნება, რომ დარჩება ამათ და იმაგაზე მწყდება თქო გული რა. იცი როგორ დავკითხოთ იქ როგორც კითხულობენ ხოლმე რიგრიგობით. მიდი. საუკეთესო კინოსურათი. ნომინირებულები არიან ბუგონია. გაგეცინა. ფორმულა 1. ფრანგენშტაინი. ჰამლეტი. რატო გაგიხარდა ეს ფილმი ამ მოუწყრის რომ უყურეთ? თორე ეს ფილმი რო შემოხვდა გამიხარდა. მარტი დიდებული. Mohammed After Another. საიდუმლო აგენტი. სენტიმენტალური ღირებულება. სოდვენი. Train Dreams. რატომ გონია რომ ხა მართლა ალ პაჩინო უნდა გავასწრებ? ხედავ ოპენჰაიმერს. შარშანა ზუსტად ასეთი მომენტი იყო, რომ საუკეთესო სურათის გამოცხადების დროს ნერვიულობით. ალ პაჩინო ახსენდა, ჩემი აზრით ყოველ წელს ალ პაჩინოს უნდა გამოაცხადებინონ საუკეთესო კინოსურათი, იმიტომ რომ ეგ ოპენჰაიმერის მომენტი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. I have to go to the envelope for that, and I will. Here it comes. And my eyes see Oppenheimer. Yes. აქვე კომენტარებში დავწეროთ თუ გიყვარს ალ პაჩინო. ვინ გონია რომ გაიმარჯვებს? ნუ რა თქმა უნდა ეს აქამდე ვახსენეთ რომ არის Sinners და One Battle შორის. მე მგონია რომ Sinners ის არის ეს. ხოლმე მე მგონია რომ One Battle გაიმარჯვებს და აქვე ვიტყვი რომ მინდა რომ ამ ფილმმა გაიმარჯვოს. ჩემი ნება რომ იყოს Hamlet და ნუ ის ორი ფილმი რაც თქვით It Was Just an Accident და სირათი რაც იცი რა მაინტერესებს? აქ რო გაიმარჯვოს მარტი დიდებულმა ტიმოთი აიღებს ხო ოსკარს? ტიმოთის აიღებს კი. კი. აი იქნება მაგარი დაცინო, როგორც ბრედ პიტს დაცინეს 12 წლიან მონობაში, ისე ეს ზუსტად. აი სირაცე და It Was Just an Accident-ზე ძალიან გული დამწყდა ხოლმე. კი, მაგაცა მეც თან ეჩვენი როგორ არიყვნენ. თუმცა მათ ადგილი დაიმკვიდრეს ჩვენ გულებში, ეს ვიცოდეთ. დაწერი კომენტარში თუ შენ გულშიც დაიმკვიდრეს ადგილი. დასასრულს მივახო და ჩვენი ძალიან ენთუზიაზმით ახსოვსე ცერემონია. დაწერთ კომენტარებში. თქვენ რა თქმა უნდა არ დაწერთ, იმიტომ რომ არასდროს არ დაწერთ და ახლა მეტი საქმე არ გაქვთ რომ ეს ჩამოწეროთ. რამეთი საქმე არ გაქვთ. რომელიც ჩვენ სავით მოცილებით გვეხართ. ესენიცერა 100%-იანი რაღაცებში არ დაგვეთანხმებოდით, ისევე როგორც გონებ არც აკადემიას დაეთანხმებით, მაგრამ მაგრამ ჩვენ მაგან განსხვავებით ფილმები მაინც გვაქვს ნახე რაც ვილაპარაკეთ. ეს სხვათა შორის საგულისხმო ფაქტია. კი, ნამდვილად. ჩვენი ოსკარები 2026 ეს იყო. დაველოდოთ შემდეგ წელს ჩვენი ოსკარები Wall 3 გამოვა. კარგად. კარგად.